2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველ დღეებში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ომი 1400 დღეზე მეტხანს გაგრძელდებოდა და ომის მეოთხე წელს რუსეთის გლობალური გავლენები შესამჩნევად შესუსტებული იქნებოდა. უკრაინაში გაწელილმა ომმა პუტინის რეჟიმი გამოფიტა. მრავალმა ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საკუთარ ქვეყნებში რუსეთის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესასუსტებლად გამოიყენა. საქართველომ ეს შანსი არ გამოიყენა. გადავხედოთ იმ სახელმწიფოების სიას, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლის გავლენებს დაუძვრნენ. ფინეთი თითქმის 75 წლის განმავლობაში ნეიტრალური სახელმწიფო იყო. უკრაინაზე სრულმასშტაბიანი რუსული თავდასხმის შემდეგ ფინელებმა გააცნობიერეს, რომ ნეიტრალიტეტის პირობებში შესაძლოა რუსეთის შემდეგი სამიზნე გამხდარიყვნენ. 2023 წელს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31 წევრი სახელმწიფო გახდა. შედეგად ფინეთის ნატოში გაწევრიანებით ალიანსსა და რუსეთს შორის საერთო საზღვარი 1340 კილომეტრით, ანუ ორჯერ გაიზარდა. შვედეთის ნეიტრალიტეტის ორსაუკუნოვანი ტრადიციის შეწყვეტა უკრაინაში რუსეთის შეჭრა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთს რუსეთთან პირდაპირი საზღვარი არ გააჩნია, რუსეთისგან მომდინარე საფრთხემ შვედეთი აიძულა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი ეთქვა და ნატოში გაწევრიანებულიყო. სომხეთი. ყარაბაღის მეორე ომში გაცდილმა მძიმე მარცხმა სომხეთის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ რუსეთის სანდო მოკავშირე არ არის. ამიტომ 2025 წლის იანვარში სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. დაიწყო მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ვიზა ლიბერალიზაციის მიღებაზე. აზერბაიჯანი. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა. 2024 წლის დეკემბერში, როდესაც რუსულმა საჰაერო თავდაცვამ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო, პასუხად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მკვეთრი ანტირუსული ნაბიჯები გადადგა. 2025 წლის 9 მაისს დემონსტრაციულად არ ჩავიდა მოსკოვში. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა სპუტნიკის ოფისში ჯაშუშები დააკავეს და ბოლოს აზერბაიჯანმა სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება აკრძალა. მოლდოვა. უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე მოლდოვამ უკრაინასა და საქართველოსთან ერთად განაცხადი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატის სახელმწიფო სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 23 ივნისს მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სახელმწიფო სტატუსი მიიღეს. მალევე 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები გაუხსნა. ყაზახეთი. კრემლის გავლენის შემცირებას ყაზახეთი ძირითადად ჩინეთიდან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით ცდილობს. ყაზახეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო. 2023 წელს კი ამ კატეგორიაში მოსკოვი პეკინმა ჩაანაცვლა. ტოყაევის ხელისუფლება 2023 წლიდან რუსული ენის ყაზახურით ჩანაცვლებასაც ახორციელებს. სირია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ასადის პოზიციები სირიაში თანდათან შესუსტდა. 2024 წლის დეკემბერში აჯანყებულებმა დამასკო აიღეს. ასადი იძულებული გახდა მოსკოვში გაქცეულიყო. სირიაში მდებარე ბაზებიდან კი რუსული საჯარისო ნაწილები სრულად ევაკუირდა. ასე დაკარგა რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზები. ვენესუელა. პუტინმა დასავლეთ ნახევარსფეროში ბოლო ძლიერი მოკავშირეც დაკარგა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის 3 იანვარს ვენესუელაში პრეზიდენტი მადურო დააპატიმრა და ამერიკაში გადაიყვანა. პარალელურად ამერიკელებმა ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერებით შეიპყრეს. ირანი. აიათოლების რეჟიმი ახლო აღმოსავლეთში პუტინის ბოლო მოკავშირეა. ირანი რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ეხმარება. 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ისლამურ რესპუბლიკაზე იერიში მიიტანეს. 2025 წლის დეკემბერში დაწყებული პროტესტი კი მალე ქვეყანას მოედო და რევოლუციად გარდაიქმნა. დასუსტებული ირანი რუსეთს ისეთი მასშტაბით ვეღარ ეხმარება, როგორითაც გასული 3 წლის განმავლობაში.
ევროპა. უკრაინაში თავდასხმამდე ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე კრიტიკულად იყო დამოკიდებული. უკრაინის ომის მეოთხე წლისთავის ეს რიცხვები 5%-მდე შემცირდა. პოლონეთმა, ბალტიისპირა სახელმწიფოებმა და ჩეხეთმა სრულად შეწყვიტეს რუსული ენერგორესურსების შესყიდვა. ევროპის კავშირმა 800 მილიარდიანი თავდაცვის ფონდი შექმნა, რომლის მიზანი მომავალ 10 წლებში ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. საქართველოში ომის შემდეგ რუსეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა. რუსებისთვის საქართველო გახდა უსაფრთხო თავშესაფარი. ომის პირველივე დღეებიდან ქართულმა უცნებამ უკრაინა ომის თავიდან ვერ აცილებაში დაადანაშაულა. ხოლო ომის მთავარ გამჩაღებლად ჯერ წარმოსახვითი გლობალური ომის პარტია, შემდეგ Deep State, ანუ დასავლეთი გამოაცხადა. 2024 წელს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველომ ყველა შანსი ხელიდან გაუშვა.